კიდევ ერთხელ მოგესალმებით ვიფასო რადიო მსმენელებო და როგორც უკვე გითხარით, რომიდან გთავაზობთ ჩვენს გადაცემას და ახლა ჩვენ გავესაუბრებით ადამიანს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია ამ სპექტაკლის, ამ თეატრის მხატვარიც, მსახიობიც, საოცარი გარდასახვით და რეალურად იმ სივრცის პატრონი დროებითი, სადაც რეპეტიციები მიმდინარეობდა, ბატონო ლია. მოგესალმებით და მადლობა რომ გამონახეთ დრო და ესე იგი, ეს არის სივრცე, სადაც ფაქტობრივად რეპეტიციები ტარდებოდა, ვინაიდან ის ფუფუნება რომ თქვენ თეატრი ქონოდათ არ იყო, მხატვარიც ხართ, სპექტაკლში ისე ითამაშა მამაკაცი რომ მეც ვერ ვიცანი თქვენ რო არიყავით და ესე იგი, მოგვიყევით, როგორ დაიწყო, როგორ მიხვდეთ აქამდე, როგორ გაჩნდა იდეა და როგორ ემოციები ხარ სპექტაკლის ნერ. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მსმენელს. ეს იდეა ქალბატონ ლალის ალბათ ჩამოსვლის დღიდან აწუხებდა. მაგრამ მე არ ვიცნობდი მას. ერთხელაც მოხდა რომ ბატონი ჯაბაქვრივიძე არის მწერალი, ჩემი მეგობარია, ასევე ლალის მეგობარია. და თქვა რომ უთხრა ლალის რომ მან როგორ არის ცნობო ჩვენი მწერალიო, მხატვარიო და როგორ არის და მე თქვა რომ ქალბატონი არის მწერალი, მხატვარი, პატჩი ხედავთ კიდეც ვინც ხან გვიყურებს ის. როგორ არის ცნობო და ერთ დღესაც ვიყავით ტაძარში და ჩვენი სამრევლოში გამოაცხადა ქალბატონმა ხათუნამ, რომელიც გალობელია, გამოაცხადა რომ ქალბატონ ლიას წიგნები აქვს და ვინმე მსურველი თუ იქნებითო და ამ დროს გავიხედე და ვიღაც მოვიდეს, ვაიმე, შენ ახალ ლია ჩიქოვანი, აი როგორ მინდოდა შენი ნახვა. და იყო ლალი. წავედით მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, ანჟელა. და წავედით დავსხედით ბარში და აქედან გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა, ალბათ ღამის 3 საათამდე აგირცხოვრობდა ჩემთან ახლოს, ღამის 3 საათამდე ყოველდღე ერთად ვიყავით. და თქვა ერთ დღესაც რომ უნდა თეატრის შექმნა, მაგრამ ეს იყო სურვილი. ერთ დღესაც ჩვენ საელჩოს ქონდა ერთ-ერთი საღამო, სადაც ლალის აქვს და ქონდა ქორეოგრაფიული ანსამბლი საქართველოს მარგალიტები, სადაც უნდა გამოსულიყო და იქ სჭირდებოდა შექმნა ერთ-ერთი სიუჟეტის ძველი თბილისი, სადაც საჭიროებას მოითხოვდა ძველი თბილისის ხედები, რომელიც მე მაქვს ახატული და სამწუხაროდ ამჟამად აქ ვეღარ ვხედავთ, რადგან საქართველოში გავუშვი. ძველი თბილისის ხედები და ამ დროს ეხლა კარგიო, შენ დააქვსვა მეხუთხედშიო მეუბნება, მაგრამ ფიროსმანი მჭირდებაო რა, ფიროსმანიო და ახლა იმდენი იძახა ფიროსმანიო, ვისაც უთხრა ყველამ ვარი უთხრა და კარგი მეთქი, მე ვიქნები ფიროსმანი. შენ როგორ იქნები ფიროსმანი და დამელოდე მეთქი სამზარეულოში იყო გამოვედი, გავიკრასკე და გავედა. დაადექი ფიროსმანის გრიმი? დაადექი ფიროსმანის გრიმი თვალწინ. და ასე ვითამაშე პირველი სცენარი და მანამდე არანაირი შეხება თეატრთან მსახიობასთან არ აქვს. ბავშვობაში ეს 18 წლამდე ყველას 18 წლამდე მე სულ ვიყავი. მხატვრული კითხვის საღამოზე. ბავშვობაში ყველას აქვს ეს, მაგრამ ბავშვური გატაცება და მამაჩემს რო უთხრეს ამას აქვს მონაცემები და გაუშვი კაცმა თავში რომ მოიკიდა ხელი. გაბედოთო ხო? არა, როგორ გეკადრება და ამის შემდეგ ახლა ამაზე არც მიუწნებია, სიმართლე გითხრა და ეს არასოდეს მქონდა ამის საერთოდ ეს ცხოვრება ჩემთვის ისე მოვიდა, თითქოს ნელ-ნელა პერიოდულად ღმერთმა გამომიგზავნა, არ ვიცი რა, რო გითხრათ ეხლა რომ რამდენი წელია რომში ხართ? რომში ვარ 16 წელია, მე 17 დაიწყო. და სულ ძალიან რთული ცხოვრება. აი ჩემი სულიერი სამყარო გადარჩა ამ წერითა და ამ ხატვით. თორემ ძალიან რთული სამსახურები გავიარე. ეხლა კიდე გავაგრძელებ მაპატიეთ, გადავალ ისევ საკითხზე და ჩამოყალიბდა ფიროსმანი და ამის შემდეგ ამ ფიროსმანს დასჭირდა დაირების გაკეთება, დასჭირდა არღნის გაკეთება, 1000 იქით ბოთლი, 1000 რამ რაც იყო საჭირო თბილისის და კენტაურისთვის და ყველაფერი ეს მე შექმენი. ამ დროს მიარღნეს დასჭირდა. მიარღნე ის ბესარიონი, ის ქალბატონი თამარი დავსვით მიარღნეს, მაგრამ დავსვით ქალის როლში, ქალის ფორმით და შემდეგ გადაღებებზე კი, მაგრამ მიარღნე ქალი რატომ უნდა იყოს მეთქი და გავკრასკე და შევიქმნით ორი მამაკაცი, პირველი მსახიობი
ქალბატონ ლალის თეატრის მარგალიტებიდან. კი ბატონო. და შემდეგ თქვა რომ მე სპექტაკლს დავდგამო ბოშები, ნოდარ დუმბაძის ბოშები. არაცი არ ვაცხელა და ფორმები უცებ მომიმარაგე. ეხლა გადავყარე ურმების ისინი ახლა რომ დავტო ყველაფერი მომიმარაგე. აქედან ფორმა გამოვაგზავნიე ჩემს ნათესავს, კიკიტიას ფორმა პოლიციის, რომელიც ამჟამადაც კარადაშია შენახული. შემდეგ თქვა რომ აი უნდა შევცვალო და მინდა ეს იმ წუთში რაც კი თქვა რეკვიზიტები მე უკვე მომიმარაგე. ესე იგი ლალის უკვე სურვილი არ ქონდა გაჟღერებული. სურვილი გაჟღერებული არ ქონდა რომ ეს უნდა ქონოდა და რომ ცალნაზდომ არ ქონოდა იმის გაგრძელების სურვილი საშუალება აღარ ქონდა. ყველაფერს ყვედულობდი და ვდებდი რომ მას ეს სტიმული მიმეცა რომ გაგრძელებულიყო და ამასთანავე აქ მე ვიმუშავე 8 წელი, მაგრამ იშვიათია იტალიელი, რომელიც ერთი ადამიანის შემოყვანის უფლებას მოგცემს სახლში. და აქ ყოველთვის კორონას დროს ხალხი ქუჩაში რო ვერ დადიოდა, ჩემთან ისხდნენ. აქედან გამომდინარე ხალხი შეეჩვია იმას, რომ მე წერ, მე რაღაცას ვაკეთებ და არაფერს ესენი არ მიშლდნენ, პირიქით ხელს მიწყობდნენ და რადგან ამისი საშუალება არსებობდა აქ მომეყვანა თეატრი და აქ ჩამომეყალიბები და ამ სახში დაარსდა ეს თეატრი. აი აქ იყო სარეპეტიციო და ყველაფერი. აქ ამ ოთახში პირდაპირ დაარსდა თეატრი. შემდეგ გადავინაცვლეთ მეორე ოთახში. შემდეგ გადავინაცვლეთ პარკებში. პარკში აქ ახლო მდებარე პარკში. შემდეგ ჩვენს პლატონისანაც გადავინაცვლეთ და უკვე როცა მე თავისუფალი გავხდი და უკვე არ მუშაობდი, ყველგან შეგვეძლო წავსულიყავით. მანამდე ჩემს ირგვლივ იკრებებოდნენ და მეც წავედი და მათთან ერთად სადაც კი სურვილი ჰქონდათ და ასე დაარსდა ეს თეატრი ერთობით. ძალიან დიდი როლი ითამაშა ლალისთან ერთად ქალბატონმა მაიამ, რომელიც არის ნამდვილი მსახიობი. არა როგორც მე და არა როგორც სხვები, მაია ამაღლობელი. ეს 15 წელი იყო სცენაზე, სამტრედიის სცენაზე და ძალიან ბევრი რეგალიებიც აქვს. ეს არის პელაგია, რომელიც კიოდა და წაიქცა. ეს გახლავთ ქალბატონი მაია. ასევე დიდი როლი ითამაშა პლატონმა, გიორგი ხევსურიშვილმა და თითეულმა ჩვენთაგანმა აი ასე ხელით მოვიყვანეთ. თუმცა ვიტყვი რომ ამდენი რეკლამის შემდეგ ხოლოდ ბებია ჩემი რო დარჩა რომ არ გაუგია. თეატრი გაიხსნა რომში. ცოტა გქონდა ეს რომ ვაი როგორ გამოვიდოდით. მაგრამ გქონდა ასევე უდიდესი პასუხისმგებლობა იმისა, რომ ჩვენ არ უნდა შევცვლეთ. ჩვენ ამდენი ხალხის წინაშე არ უნდა შევცვლეთ და რაც ეს თქვენ მე შევაფასებ ძალიან დადებითად, ამაზე ვისაუბრეთ პირველ რიგში, მე და ქალბატონმა ლალიმ და მაყურებლის რეაქცია იყო საოცარი და მე მინდა მოგილოცოთ წარმატებული თეატრის დაფუძნება პრემიერა. ეს არის უფრო მეტი ვიდრე თეატრი, როცა ემიგრაციაში არსებობს და გისურვებთ ერთი რამ, რომ ეს ყოფილიყო დასაწყის თქვენი დიდი წარმატებების ბევრი სპექტაკლი და რაც თავარია, მალე სამშობლოში გეთამაშოთ სპექტაკლები. ჩემი შესაძლებლობა არის ერთი რამ, არ ვიცი, როგორ განვახორციელებ, არ ვიცი. ერთ-ერთი ჩემი ნაწარმოებები იდგმება სპექტაკლში. ნაწარმოები იდგმება სპექტაკლად სენაკში. შვენიერი. და ნახოთ, ის ნაწარმოებებში დედის როლის ხასიათი ჩემია მთლიანად ჩადებული და გაველოდოთ ლიას. ნახოთ, თუ გავაგრძელებ, არ ვიცი, არა მაქვს ეს უბრალოდ არის ესეთი. გილოცავთ, მადლობა ძალიან დიდი წარმატებას გისურვებთ, წარმატებას ქალბატონი ლია ჩიქოვანი, მწერალი, მხატვარი, აგრეთვე მსახიობი. ჩვენს ვასრულოთ გადაცემას, მადლობა ყურადღებისთვის, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ და უსურვოთ ამ თეატრს წარმატება.